ერთი თხოვნა მაქვს შენთან, აი შენ როდესაც იპოვე ჩემი ვიდეოები და დაგეხმარა. ხო გიხარია, ხო თავი კარგად იგზენი. ამიტომ მაქვს შენთან ერთი გულითადი თხოვნა, რომ როგორც შენ იპოვე და გაგიხარდა ეს ყველაფერი, მინდა რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ, ისეთ ადამიანს, ვისაც ეს ჭირდება, ხმა. ამისათვის კი უბრალოდ საჭიროა, რომ დაალაიქო და გადააზიარო და დააკომენტარო ეს ვიდეო, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს. ისეთ ადამიანმა შეიძლება საერთოდ რო არ იცოდეს თუნდაც ჩემი არსებობის შესახებ. დიდი არაფერი, მაგრამ ელემენტარული სითბო და სიყვარულით მინდა გავცე ის პოზიტივი და ის იმედის ნაპერწკალი, რაც ჩემგან გულით მიდის ადამიანების მიმართ. შენ კიდე მადლობას გიხდი ამ ყველაფერისთვის, რომ ითვალისწინებ ჩემ თხოვნას. რამდენი ადამიანი ცხოვრობს შენს გარშემო, შენს საახლობლოში, შენს სანაცნობოში, ისეთი ადამიანი, რომელიც შეხედავ და ბედნიერად გამოიყურება, მაგრამ გულის სიღრმეში შენ რო ხვდები და ამჩნევ, რომ ბედნიერი არ არის. შეიძლება არ გამოხატავდეს, მაგრამ ესეა რა. რაღაცა აკლიათ თითქოს ადამიანებს. შეიძლება ყველაფერი გქონდეს, მაგრამ რაღაცა გაკლიათ, ცოტა. და ამას ამჩნევს. ყველა შეიძლება ვერ ამჩნევდეს ცხოვრებაში, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, ვინც ამ ყველაფერს ამჩნევს. მაგალითად მე შემიძლია შევამჩნიო. ვაკვირდები ხოლმე ადამიანებს, მათ ცხოვრებას. რამდენი ადამიანია თქვენს გარშემო, რომელიც ცხოვრობს ისეთ ადამიანთან, ასე ვთქვათ, არა მის სულიერ მეორე ნახევართან, ან ისეთ ადამიანთან, რომელიც არ არის მისი არც ქმრობის ღირსი, არც ცოლობის ღირსი, ან არ ვიცი, ან ეთყობა ხალხს ეს ყველაფერი. გეთყობათ. არ ვიცი მე ვამჩნევ თუ არა, მაგრამ გეთყობათ. გეთყობათ, რომ თვალებში გეთყობათ. ყველას. თვალებში ხასიათი. იმიტომ რომ ნიღაბს ატარებ და ნიღაბი ყოველთვის რეალური არ იქნება. ვერ ითამაშებ. ნიღაბს ბედნიერების ნიღაბს ვერ ითამაშებ. ბედნიერება გულიდან და სულიდან უნდა მოგდიოდეს. ნიღაბს როცა ატარებ, აუცილებლად ის ადამიანი, ვინც ოდნავ დაგაკვირდება, ყოველთვის შეამჩნევს შენში არსებულ სევდას, ტკივილს, განცდებს. ხო ესეა. შეიძლება შენც ეგრე იყო. შეიძლება შენც იგივეს განიცდიდე ცხოვრებაში, მაგრამ ეგეშენია. არსებობს თუნდაც ინტერნეტში ერთი ადამიანი გახსოვდეს, რომ არსებობს ერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება სჯეროდეს შენი, რომ შენ ოდესმე, ოდესღაც აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც გსურს. მიიღებ იმ სიყვარულს, რაზეც ოცნებობდი. მიაღწევ და აისრულებ ყველა შენს ჩანაფიქრს და ნატურას ცხოვრებაში. აი ეს არის ყველაზე დიდი ძალა და мотиваცია, რაც შემიძლია მე ერთმა უბრალო ადამიანმა მოგცე, რომ მე მჯერა შენი. შენ ყველაფერს შეძლებ. შენ იქნები აუცილებლად ბედნიერი. შენ იქნები აუცილებლად სიხარული და სიყვარულით სავსე. შენ თუ შენი თავი ეხლა არ გიყვარს და არაფასებ, აუცილებლად შეიყვარე და აუცილებლად დააფასებ. იმიტომ რომ მე ყოველთვის მაგას გეუბნები შენ და ყოველთვის მაგას გაგახსენებ შენ. ყველა თუ არა ყველა მეორე ვიდეოში, შენს ვიდეოში ვიძახი რომ შენ ადამიანო, რომელიც ეხა უსმენ ამ ვიდეოს, აი აქამდე 3 წუთს. ისე იგი შენთვის მე საინტერესო ადამიანი ვარ. შენთვის ჩემი აზრები საინტერესოა. და აქედან გამომდინარე, შენ აუცილებლად უნდა გადადგა ნაბიჯი შენივე უკეთესობისკენ. შენივე გახთომისკენ, გაზრდისთვის, სულიერი, მორალური, ფიზიკური გაზრდისთვის. ცხოვრება არის ერთი წამი და ამ ერთ წამში უნდა იყო ბედნიერი. წარსულმა უნდა გასწავლოს და მომავალზე ბევრი არ უნდა იოცნებო. ცოტა უნდა იოცნებო, მაგრამ ძალიან ბევრი არა, იმიტომ რომ შეიძლება ოცნებებში გაგექცეს მომავალი. აი ხლანდელ დროში, აი ეხლა რო ამ ვიდეოს უსმენ, ესეც რაღაცა მიზეზის გამო შეიძლება შეგხვდა და უსმენ. იმიტომ რომ სამყაროს რო ჭირდებოდა, სამყარო შეგახვედრა ეს ვიდეოში. შეგახვედრა რომ შენ ეს ამის მოსმენა გჭირდებოდა ამ სიტყვების. ძალიან ბევრი ადამიანი მიწერს და ვიცი რომ ეგრე არის. და გძნობ ამ ყველაფერს, რომ ძალიან ბევრი ადამიანს გეხმარება ჩემი გულიდან წამოსული სიტყვები. მეტი არაფერი. ეს არ არის რაღაცა ჩამოწერილი და რაღაც
მიკროფონი დაჭერილი სიტყვა. ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები. იმ გულიდან, რომელიცაც მინდა რომ გაგიზიაროთ სითბო, სიყვარული, ყველას, ვისაც ეს გაკლიათ. მინდათ რომ ისწავლოთ სიცოცხლის და თქვენი თავის ფასი. თქვენი სიცოცხლის, ლამაზი სიცოცხლის ფასი. გაურთხილდით თქვენს თავს. არასდროს არ ინერვიულოთ ისეთ რაღაცაზე, რაც ყოველთვის მოგვარებადია. ნებისმიერი თემა, ნებისმიერი საკითხი და პრობლემა თქვენს ცხოვრებაში ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. რაც არ უნდა ხდებოდეს, არასდროს არ ეშველება მხოლოდ სიკვდილს. დამჯერეთ. ყველაფერს ეშველება. შენ რაც გაგაჩნია, აი ადამიანი, შენ რაც გაგაჩნია და არაფასე, სხვა შეიძლება იმაზე ნატრულობდეს. ჯანმრთელობა, სახლი, მანქანა, სამსახური, ლამაზი ტანი, ლამაზი ოჯახი, ბევრი რამ. შეიძლება სხვა ამაზე ოცნებობდეს და ამიტომაც უნდა გაუფრთხილდე და დააფასო როგორც შენს ცხოვრებას და სიცოცხლეს, ისე იმ ყველაფერს რაც გაგაჩნია. აკეთე სიკეთე, გაეცი სიყვარული და იყვარდე საკუთარი თავი და დატკბი ყოველი წამით. გულით და სულით გესურვებ ამ ყველაფერს.